დილამშვიდობისა ჩემო ძვირფასო მეგობრებო, ძალიან მომენატრა ქართულად ლაპარაკი და ქართულად გადაღება ბლოგის. გამოვაღწიე თბილისამდე როგორც იქნა და რატომღაც გადავწყვიტე, რომ ეს ამ კვირის vlogi და ზოგადად თბილისის vlogi უნდა გადავიღო ქართულად. და ბათუმს მე გადავიღებ ივრითულად. ესე ჯობია, მაინც ახლა ივრითულად მოველაპარაკო ჩემს მეუღლესთან და ჩემს დედამთილ მამამთილთან. ასე რომ ესე ჯობია. თან არაფერს განსაკუთრებულს ისეც არ ვაპირებ ამ კვირაში, უბრალოდ ჩემი მეგობრები უნდა ვნახო, ყველა ვინც არ მინახავს ჯერ, მათი უსაყვარლესი შვილიკლოები, ერთი სული მაქვს, რომ ძალიან მომენატრნენ. თან ისეთი სასაცილოები და საყვარლები არიან, რომ არ ვიცი. მაკიაჟს გავიკეთებ ახლა უცბად და მე უნდა წავიდეთ მაზე, თორე აი ესეთი თმით არც კი ვიცი, საერთოდ თქვენ როგორ გენახებით. ეხლა ვარ ჩემს სახლში, თბილისში. აქცილებად გაჩვენებთ სახლის დაგათვალიერებინებთ. ჩემს სახლს მარტო ვარ, თან და არავის არ შევაწუხებ და დისკომფორტს არ შევუქმნი. გუშინ მთელი დღე, ესე იგი, გუშინ დამდები რთული vlogi. არ ვიტყუები და მართალს გეუბნებით, 12 საათზე რო დავიწყე, შუა დღის. ძლივს მოვრჩი ღამის 12 საათზე. ძლივს ისიც აი, თან როგორ იცით, აი ერთადერთი რომ მომშივდა. დაახლოებით 6 საათზე გავედი დაბლა მაკდონალდსში ვიყიდე ბურგერი და ეგვიტამი და მარტო იგი იყო ჩემი გასვლა მთელი დღის განმავლობაში. ძალიან დავიღალე მოკლედ გუშინ vlogis დამუშავებით. შემდეგ კვირაში არ ვიცი მოვასწრებ თუ რა დადებას, იმიტომ რომ ბათუმში ვიქნები და ვნახოთ. სამწუხაროდ არ გვქნება კარგი ამინდები. ამ კვირაში კი იყო კარგი ამინდები, მაგრამ ამ კვირაში დიდი არაფერი, მე მგონი ცივა ძალიან. ჩემი მეგობრები მეხუმრებოდნენ, საგუნდაოდ მიდიხარო ბათუმშიო თუ რა ხდებაო, როგორ არისო შენი საქმე. რა ვქნა ხა ესე დაემთხვა არ დადეგები ისრაელში. როგორ ვისვენებ საქართველოში? ძალიან კარგად. ძალიან კარგად. ვიყავი გორში, რაც ჩამოვედი იმის მერე. რამდენიმე დღის წინ ჩამოვედი თბილისში, ცივა სხვათა შორის. ძალიან არა, მაგრამ მაინც. ვიყავით ბორჯომში, ნახავდით ალბათ vlogs, ძალიან კაი იყო. სასტუმროც მშვენიერი იყო, თუმცა აი არ ვიცი. რო გითხრათ რომ მეორე დღეს ანუ კიდე ბევრჯერ წავალ თქო, არა. და ზოგადად დავამთავრე მე ბორჯომში სიარულით, იმიტომ რომ ყოველ წელს დავდივართ ხოლმე და უკვე დროა რომ ახალი ადგილები დავათვალიეროთ. იმდენი რამეა სანახავი საქართველოში, მაგალითად მომავალ წელს აუცილებლად მივდივარ სვანეთში. მივდივართ ყველა სვანეთში, იმიტომ რომ აი რა წესია, კაცო. და ჩემს მეგობრებს ისრაელში, თანამშრომლებს, ყოფილ თანამშრომლებს, ასე ვთქვათ, უფრო სწორი იქნება. ყველა თითქმის ნაყოფია სვანეთში. ჩვენ არა. რატო? ერთადერთი ვისი ნახვაც მოვასწარი ამ დღეებში, რაც აქ ვარ, არის ჩემი ბიძაშვილი. ვიხმკლავეთ, მოკლედ ძალიან კაი იყო. ყველას ნახვას მაინც მოვასწრებ. შუაზე გავიჭრები ხოლმე და ანუ აი გიჟივით აქ-იქით დავარბივარ, სულ გადარბენაზე ვარ. რა ვქნა, ყველას ნახვა მინდა. წელიწადში ერთხელ რომ ნახულობ საყვარელ ხალხს, მაინც გინდა რომ ყველა ნახო. მაინც რა უნდა ნახო ყველა. მაქსიმალურად. მაგრამ არა, ყველას ვერ მოვასწრებ. მინდანვე ტონა მაკიაჟი დავიდე სახლზე, რატო გადავწყვიტე ესე, არ ვიცი. ალბათ იმის გამო რომ გუშინ მთელი დღე სახლში ვიყავი, დღეს გადავწყვიტე რომ ცოტა გავიბრანჭო. თან დღეს სასიარულო მაქვს ბევრი შეხვედრები, უფრო სწორად ჩემს მეგობრებს ხვდები და ხოვნე ვიყო მობრანჭული, მოწესრიგებული ასე ვთქვათ. თავარიათ, მას რამე მოუხერხო. ხა ჩემი სახლის დაბლა ქვემით ახლოსში არის. სალონი და ადრე 1-2 წლის წინ ისე მოხდა რომ ჩემი დაქალის შვილის ნათლობაზე ვიყავი და ისე ლამაზად გამიკეთეს თმა. გავგიზდი, გადავირიე.
ხო და ეხლა სწავალ და გავიკეთებ მანდ. თუ კვირას ხომ მუშაობენ? ისრაელში ესეთი დაწესებულებები სილამაზის სალონები ყოველთვის კვირაში ერთი დღე ისვენებენ შუა კვირაში მაგალითად. ნუ შაბათი კვირა, პარასკევი შაბათი არავინ არ მუშაობს ისედაც. პარასკევს 3 საათზე რო წყვეტენ მუშაობას, კვირას ბრუნდებიან ხოლმე და კიდევ ერთ დღესაც არ მუშაობენ კვირაში, სამუშაო კვირაში, მე მგონი სამშაბათობით. შეიძლება არა, უშაბათობით მე მგონი. და რო ჩვენთან ისრაელში ხო კვირას იწყება. მაგრამ იცით რა პრობლემაა კიდე? ერთხელ რო ნახულობ ხალხს. ეგეც არ არის საკვანისი, კიდე ნახო მე. აი მაგისი დრო მართლა აღარ მრჩება ხოლმე, რომ მეორე წრეზე წავიდე. ავედით ახლა დავათვალიეროთ სახლი ერთად. Просто დაგათვალიერებინებთ სახლს. არის შემოსასვლელი, მოდით გაჩვენებთ, ეს ჩემი ლიფტები აწყვია აქ. შეიმჩნიოთ. ეს არის სააბაზანო. აგერ დუშიც. ეს არის ასე ვთქვათ, მთავარი ოთახი. ესეთი ლამაზი. ახალ ამოჩენებას ვუყურებ. თურქულ სერიალებს ზოგადად არ ვუყურებ ხოლმე, მაგრამ აი ამან ბოლო მომიღო ამ სერიალმა. და ძალიან მომწონს. არა და ვერც ვუძლებ ხოლმე თურქულ სერიალებს, ისეთი დიდებია. არ ვიცი, 7000 სერია აქვს ხოლმე და არ მაქვს არც მაგისი დრო და არც ნერვი, მაგრამ ამან დამატყვევა. ესეც ჩემი ესეთი ოთახი. აგერ არის აივანი. ხედი არ მაქვს კარგი, მაგრამ ანუ ლამაზი ხედი არ მაქვს, მაგრამ მე მაინც ძალიან მიყვარს. და მომწონს. დღეს მზე არ არის, გუშინ კარგი მზე იყო სხვათა შორის, მაგრამ გუშინ როგორც გითხარით, ვერაფრის გადაღება ვერ მოვასწარი. წავედით ახლა და გაჩვენოთ ჩემი საძინებელიც. აი ესეთია. ოი, შუქი ავანთოთ. გავანათოთ. აი აქ ესეთი კუთხეა. საწოლით. აგერ დაჭუჭნული რომაცია. უთო არ მაქვს აქ. არც თმის ფენი. აი ესეთი საყვარელი. ოი. აი ესეთი საყვარელი. პატარა და ლამაზი სახლი მაქვს, რომელიც ძალიან მიყვარს და ერთი სუნი მაქვს ხოლმე. აქ როდის ჩამოვალ. ესე იგი, თმაც მოვიწესრიგე და შეხედეთ. სულ სხვა ადამიანი ხარ, როცა თმა მოწესრიგებული გაქვს. ოღონდ ნახევარი მაკიაჟი გამეცალა და ეხლა შევისწორებ აი აქ. ისე მაინტერესებს რას ფიქრობდი ეხლა, არ გამეცებოდა თუ რა? ვიცოდი. გამოვიცვალე, იმიტომ რომ რაც მეცვა, დამისველ და თავი რო დამბანეს და ვერ გავაშელი ვერანაირად. ეხლა ტაქსს ველოდები და წავალ ჩემს დაქალთან და შემდეგ კიდე მეორე დაქალთანაც უნდა წავიდე. ვაგვიანებ. მოგესალმებით, ჩემო ძვირფასო მეგობრებო. გუშინ გავატარე არაჩვეულებრივი დრო ჩემს უსაყვარლეს მეგობრებთან ერთად. ძალიან გვიან დავბრუნდი სახლში. მაგრამ აი ისეთი დადებითად დამოხტული მოვედი, რომ აი არ ვიცი, იქი წლამდე არ მეყოფა, მაგრამ კაი გამყვება ეს არაჩვეულებრივი გრძნობა და ემოციები გატარებული ჩემს მეგობრებთან ერთად. დღეს გავდივარ, რომ ჩემი კიდე ორი უახლოესი მეგობარი ვნახო და ძალიან მიხარია, ხვალაც კიდე რაღაც გეგმები მაქვს. თბილისში ძალიან კაი ამინდია. ამიტომ დღეს გადაწყვიტე რომ კეტები ჩამეცვა. შევეცდები რომ დღეს უკვე რაღაცებიც გადავიღო. გუშინ ისეთ ოჯახურ დამყუდრო გარემოში ვიყავი, რომ საერთოდ არც გამხსენებია გადაღება, მაგრამ დღეს რომ მომედი მეთქი რატო არ გადავიღე რაღაც პატარ-პატარა მონაკვეთები თქო. ამასობაში მეგობრებო, ჩვენ რაღაცები გამოვტოვეთ ისრაელში, უბრალოდ რაღაცები არა, ძალიან მნიშვნელოვანი ამბები. ისრაელში იყო იომ-კიპური, რომელიც არის ყველაზე წმინდა დღე ებრაელებისთვის. ამ დღეს იცავენ მარხვას 25 საათის განმავლობაში. ნუ აი ამ ჯერზე იყო 25 საათი, მაგრამ ზოგადად არის ხოლმე 24 საათი. არაფერს არ ჭამენ, არაფერს არ სვავენ.
არ მუშაობენ, ჩერდება ყველაფერი, არ დადიან მანქანები, საერთოდ არაფერი არ მუშაობს ამ ქვეყანაზე, ალბათ მხოლოდ სასწრაფო და საავადმყოფომ შეიძლება იმუშაოს. ცოდვებისგან გაწმენდას ნიშნავს ეს დღე და ეს მარხვა სწორედ მაგისთვის არის. ყველაზე არამორწმუნე ხალხიც კი იცავს, ცდილობს რომ დაიცვას, შეინარჩუნოს ეს მარხვა. მარტივი არ არის რაღაცა სპეციალური საჭმელი, რასაც ჭამე ხოლმე, სპეციალური არა, უბრალოდ ისეთი საჭმელი, რომელიც მაგალითად წყალს არ მოგაწყურებს, იმიტომ რომ როგორც ახსენეთ, წყლის დალებაც კი არ შეიძლება. არის ხოლმე ცოტა უფრო გართულებული ვარიანტებიც, მაგალითად ისეთი როგორც ტელევიზორს არ უყურებენ, ელექტრონიკასთან არანაირი შეხება არ აქვთ, მაგრამ ამას უკვე ნაკლებად იცავენ, იმიტომ რომ არც ჭამ, არც არაფერს არ აკეთებ, არ მუშაობ, გარეთ ვერ გახვალ, არაფერს ვერ გააკეთებ და თან არც ტელეფონი და არც ტელევიზორი უკვე ძალიან ნამეტანია ამ ჩვენს 21 საუკუნეში 2025 წელს. ნახეთ, როგორი მზიანი ამინდი არა ჩვეულებრივი. სახლი მე მგონი იყო ჩემი პირველი სამსახური საქართველოში. სადაც ვიმუშავე რამდენი ხანი, წელიწადი ალბათ. კაპიკებზე. პრიად აღსანიშნავია. არავინ არ შეგიყვანოთ შეცდომაში. მიყვარს ეს ადგილი. როგორც ხელა. სადღაც მაგარი ამინდია ძალიან. მართლა. ოთხშაბათს უკვე გორში ვიქნები. შენ ხუთშაბათს ვიფრინავ, ხო? მთაწმინდა, ჩემი სიყვარული, ჩემი დიდი სიყვარული არის მთაწმინდა ხალხო, თუ გაინტერესებთ. ჩემი დედამცილი დღემდე პონჩიკებს გაიძახეს. სილამაზე ამ ქვეყანაზე არსად არ არსებობს. ანიუ ძალიან ლამაზია. პარკინგის ადგილი. מלא איזה טעים. וואו.
ვერც კი წარმოიდგენთ როგორი გემრიელი სურნელი დგას ხალხო. ნუში ღეთ დუშის ნამცხრები და ყავას ველოდებით ახლა. შემოვედით სამოსელი პირვანის მაღაზიაში და ნახეთ რა სილამაზე. ქართული ჩოხა. ეს ნახეთ. ვაუ, ძალამაზია. თამარაც აქ არის. აიმე, გავგიჟდები ახლა. ესეთი ლამაზი სამოსი რომელ ქვეყანას აქვს? ძალიან მაინტერესებს. ის ჩანთა ნახე? ვაიმე პატარების მასე ვაიმე ის არ შემიძლია ეს პატარების ნახე? თან საყვარლობა. ეს არის ფუნიკული ორზე. ვაუ. ძალამაზია. ეგრევე. იმასთან და მარტივად ჭამე. აბა რა, მანქანით ბოდი აქ დააპარკიგებ სადმე, აბუნძულდები და მე ჩამობუნძულდები. ახლად გახსნილი ფუნიკული ორის შემდეგ გადავწყვიტეთ, რომ მოგვენახულებინა ასევე ახლად გახსნილი სასტუმრო ტელეგრაფი. დება. აიმე ძალიან მაგარია. აიმე ძალიან მომწონს. ძალიან. ეს არის ტაილანდური. ვლოგიც ხონა გადავიღო. ძალამაზია. ვაუ. დედა. იო. გიჟდები. შევიწყიტოთ. ხო ეს ძალიან რესტორანია. მაგრამ რა ლამაზია. ძალამაზია. ცოტა კიდე შევიწყიტოთ. არ მინდა. კაი, ძალიან კაია. ავიღეთ კრევეტები და სატაცული ხო? ეს თუ რა იყო? თუ არა, ბროკოლინი. ბროკოლინი. ტხინას ტახინის соуსში.
ესე იგი მე რესტორანში დავდივარ. მე ამასობაში ერთი სუფრიდან მეორეზე გადავდივარ, მთელი დღე გარეთ ვარ. წარმოგიდგენთ 12 საათზე გამოვედით. მართლა? ხო, და იმის მერე დავეთრევით. მე და თამუნა და ეხა მეგი. რა უნდა ჭამა? ხაჭაპური, ტაფის ხაჭაპური ონორეში ძალიან ცნობილია და აჯაბსანდალიო. გებრიელესი დუეტი. უგებრიელესი დუეტი, სახლური. გამარჯობა, მე ვარ მეგი. ეს ამაში ვლაპარაკო? ამას? რა უცნაური მოწყობილობაა ეს? ანუ ეგ შეიძლება მოხსნა რა, ეს ჩასადებია ამის სიტყვები. და აქ დავიმაგრო? ხო, კაი. მოგესალმებით, მე ვარ თათიას დაკალოჭკა, ეგრე ვთქვა? ხო. და მინდა გითხრათ, რომ ჩვენი მეგობრობა ითვლის უკვე 15 წელს. ზუსტად 2010 წლის. სად გამიცანით ეგეთ? საქართველოს უნივერსიტეტში ჩვენი ყავით ჯგუფელები და დავდიოდით ხოლმე ერთად დოლიძეზე ნახალოვკაში. ხო, მერე იყო ბევრი ბათუმი, იყო კიდე, ბევრი დოლიძე იყო, ბევრი კარგი მოგონება იყო ერთად. ცოტა ისეთი მოგონებაც წარეც, ტკივნეულით, ტკბილით. მაგრამ საერთო ჯამში უკვე 10 წელია მგონი გითხარ ხო ისრაელში შენ მეტი 11 წელი 2014-ში არ წახვედი და ამ 11 წლის განმავლობაში მინდა გითხრათ რომ ჩვენ მოვახერხეთ და შევინარჩუნეთ ეს ურთიერთობა რაც ეხლა გვაქვს. ანუ ფაქტობრივად 4 წელი მეგობრობა. ანუ ფაქტობრივად ლაივში 4 წელი ვიყავით და ჩვენ დისტანციური მეგობრები ვართ ივე. მეც რა. მაგრამ ერთად გამოვიზარდეთ, რაც თავარია და იდეაში ახლა ის თავარი რაღაცები არ შეცვლილა, მაშინ როგორებიც ვიყავით ზუსტად იგივენაირები ვართ, უბრალოდ ცოტა შეიძლება მეტი გამოცდილები და ცოტა გავხდით და გავხდით. იმედია ძველ ფოტოებს არ ჩააგდებ, ხო, რაღაცა შეს ბლოგში. აი, რა სისულელე. ბავშვი რატო მეგობრებოდი? დიდი ყვავილით რო შემოვიდოდი გვირილავდი გახსოვს? დიდი აბადოკი მქონდა დიდი გვირილა. აი, ცაღატაოცა. ძალიან კარგი სტუდენტობა მქონდა სხვათა შორის. მე მინდა ვუთხრათ ჩემი თათიას მსმენელებს, რომ არაჩვეულებრივი სტუდენტობა მქონდა. ჩვენ სწავლის დროსაც წავდით და გართობის დროსაც ძალიან კარგად ვერთობოდით და ძალიან კარგი ჯგუფი ვყავდა და რაღაცა ერთიანი და მე ხო მაშინ იყო მაგთი კლუბი. აი მაგ პერიოდის ის ვართ რა ქვია თაობა ვართ. ჭამთ აბა ეხლა როგორ ჭამთ ნახე აი ეს არის ხაჭაპური გემრიელესი ონორეს ხაჭაპური ვიღებთ აჯაბსანდალს რომელიც ასევე უგემრიელესია მინდა გითხრათ გადმოვიღებთ კარგად უნდა გადმოიღოთ კარგად ხო და ხაჭაპური არის ცხელი და აჯაბსანდალი ცოტა ცივი მერე ვიღებთ ხაჭაპურს რატო ჭრი დანაჩანგლით? ერთად უნდა იმასკნა. ერთად უნდა ჭამო გოგო. და ესე იმასთან ერთად. დღეს დილით ვერ მივესალმეთ ჩემს მაყურებლებს თან. დილამშვიდობისა არა, უფრო გამარჯობა. ესე იგი დღეს მე და ჩემი დაკალუჭკა, რომელიც ჩვეულებაშია, გამოვგულავდით, გამოვბუნძულდით. ისევე როგორც გუშინ, დღესაც მთელ დღეს გავატარებთ ერთად, ფაქტობრივად. ხო? ეგრე გამოდის. და ვიბოდიალებთ თბილისში. ხო და თქვენს გაბოდიალებთ ჩვენთან ერთად. ახალი პარაგრაფი. ეხლა გაიხსნა, ხო? 2 დღეა, 3, 4.
ამაზე კი არა გადაგიმალოთ. ძალიან სუფთა ჰაერია, ხო? კი. კაი მაღალზეც არის. ვაუ. მოწესრიგებულია ძალიან. ხო, ნახე როგორი მოვლილია, ყველაფერი მიყვარს. აი, ულამაზესია. აი, ულამაზესია მართლა. მოდი სათავე მაინც მოვიხსნა, კარგად აღვიქვა უფრო. ხასამდე ადამიანი დასაქმებული. და 170 ნომერია. არ ვიცი, საოცარია. ეს არის რესტორანი? ეს არის მარიალი, რომელსაც აქვს დახურული და ასევე ღია სივრცეში და ტერასა. იოუ. სალამაზია. გამარჯობა. მალე. რესტორანი ნებისმიერი სტუმრებისთვის ფუნქციონირებს თუ მარტო სასტუმროს? ფერები მომწონს ძალიან კიდე. აი მე რა სილამაზე არ მჯერა. ნახეთ ხალხო რა სილამაზეა. ხო, ძალიან კაი ფოტოებია. ნახეთ ხალხო რა დაუჯერებელი თვალწარმტაცი. ხო, სწორი სიტყვა. სილამაზეა. ვაუ. აი დამიჯერეთ რომ მე მგონი რომ ვერ ვიღებ ისე კარგად კი არა და რაც არ უნდა გადავიღო თუ არ მოხვედით და არ ნახეთ ვერ შეიგრძნობთ ამ სილამაზეს თაწმინდას ჩანს საინახეთ ემოციურად ხო დავისვენე, სულიერად დავისვენე, ფიზიკურად ხო დავისვენე, ყველა დარდი მომეხსნა. რაც კი მქონდა. მაინც არ მაქვს დარდები სიმართლე რომ გითხრათ, მაგრამ რა სად იხსნება? ეს შიგნით აუზი არის აქ და ეს კარი იხსნება. და ესე გამოსრიალდები ესე იგი და გამოცურა და იცი რისი ის აქვს ინფინიტი ფულები რო არის ხო იცი აი ეგ ინფინიტი ფულის ვარიანტია ეხა აქედან ხო ხო ჩვენ მივიდივართ გოლფზე ხო როგორ გოლფის მოედანი ვნახოთ ანუ იმდენი თანამშრომელია რომ ჯერჯერობით ყველა ერთმანეთს არ იცნობს ნახე რა მაგარია გოლფის მოედანიც ეხლა გამოვედით ტერასაა ეს ხო მე მგონითა ტერასაზე ნახეთ რა ხედია უბრალოდ წარმოუდგენელი და მენიუც აი ფასების რო გაჩვენოთ ფასებსაც რო შეხედოთ რა ხედია და რა ყველია Oh my god ტირამისუც დავაყოლეთ, გასაკვირველია. ნახეთ რა მხელა, ცოტა შოკი გვაქვს.
ეხლა მოვედით მთაწმინდაზე და ნახეთ, გაიხსნა ახალი საბაგირო, აი თბილისში რო გაჩვენეთ გუშინ. სად ამოდის თბილისიდან? ვაუ, რა ძალიან მაგარია. როდის მოვასწრეს ეს ამის გაკეთება? პრინციპში რა 1 წელი ალბათ ჩვენ ამასობაში გამოვიცვალეთ, იმიტომ რომ შეგვცივდა. ხო და მივდივართ ეხლა და არ ვიცი ეხლა ვფიქრობ, როდის შევჭამთ პონჩიკებს. ჩვენი საყვარელი ადგილი. გიჟდები ფუნიკული ორზე ისე მიყვარს, აი გიჟდები. დღეს ჩემი ბოლო დღეა თბილისში. ჩემს სახლში არ მინდა რომ წავიდე. ბრუნდები გორში მოკლედ და მე ხვალ უკვე მიმემგზავრები ბათუმში. და შევხვდები ჩემს მეუღლეს. არა, ხვალ არ შევხვდები, ხვალ მივდივარ ბათუმში, მაგრამ მე ზეგ ვხვდები ჩემს მეუღლეს, ეგენი ზეგ ჩამოდიან. არია ძალიან, მაგრამ ძალიან გული მწყდება, რომ მივდივარ და ვიცი ეს 12 დღე რომ მეგონა რომ ძალიან ბევრი იყო, აღმოჩნდა რომ საერთოდ არაფერში არ მეყო. აი ესე. ნახვამდის ჩემოსახლო და აივანო, იმედია მალე შევხვდებით. ეს ხედის კი მომენადრება, რაღაც აგიმალოთ. გორში თბილისთან შედარებით დაგხვდა სიცივე, ამიტომ სასწრაფოდ ავაგიზგიზეთ ბუხარი და გემრიელად შემოუსხედით გარშემო და თანდედად შემა გამოაცხო უგემრიელესი პური, რომელიც უსირთხილოდ შემიძლია ვთქვა, რომ თითქმის ვერ შევჭამე. დილა მშვიდობისა მეგობრებო. ძალიან მხიარულ ტალღაზე კი ვარ, მაგრამ ცოტა მოწყენილიც ვარ, იმიტომ რომ ამოიზორა ჩემი გორი თბილისში ყოფნის ვადა და მივემგზავრებით ამ დილით აჭარისკენ, ჯერ მივდივართ შეკვეთილში, პარაგრაფში და მერე ბათუმში. ხვალ გუშინ ჩემი მეგობრები იყვნენ ჩემთან გვიანობამდე, შევყევით ლაქლაკში და სიცილკისკისში და დღეს ძალიან გვიან გავიღვიძე და მაკიაჟიც მანქანაში გავიკეთე. ცუდი არ ყოფილა. მოკლედ მინდოდა მეთქვა, რომ დასრულდა ჩემი თბილისური ვოიაჟი. შევხვდებით
ბათუმურ ვლოგში ივრითულად. დროებით